გამარჯობა ბრაზილიის მთებიდან. ეს არის ჩემი მეუღლე ბეტსი და ეს არის ჩემი და მირიან, რომელსგან უფრო უგავარ. ჩემი და ექიმია, რომელიც ცხოვრებისასია ორიენტირებული, გათხოვილია და დედა. ჩემი მეუღლე კი ბუნებრივი მედიცინის მოყვარულია. ბევრი კურსი აქვს გავლილი და არის მეცახის დამფუძნებელი და დირექტორი. ეს არის ასოციაცია. ჩვენი ქალიშვილი დანიელა 12 წლისაა და თქვენ მას ცოტა ხანში გაიცნოთ. გამარჯობა, მეგობრებო. ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ საუბრობთ პორტუგალიურ ენაზე და მადლიერები ვართ ტექნოლოგიისთვის, რომელიც თქვენს ენაზე თარგმნის. ჩვენ გრძნობთ მადლიერებას, რომ შეგვიძლია გავუზიაროთ თემა, რომელიც ჩვენთვის იმდენად სასარგებლოა. ფიზიკური კეთილდღეობის მხრივ, მაგრამ ასევე სიხარულისა და სულიერი მშვიდობის მხრივ. ჯანმრთელობის მოვლის მთავარი мотиваცია. მოდის ღმერთის დახმარებით, რათა უფრო ნათელი და მგრძნობიარე გონება გქონდეს, რომ მოვისმინოთ და გავიგოთ მისი სიტყვა. მამა ღმერთმა მოგცა ჯანმრთელობის დეტალური სახელმძღვანელო თავისი სიტყვით და ელენ უაიტის წიგნით, რომელიც ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებთ. ჩვენ ვურჩევთ ყველას, ვინც ეძებს ფიზიკურ, მენტალურ და სულიერ მკურნალობას. ღვთისმშობლა ბუნებრივი თამალი არის კვება, ვარჯიში, წყალი, მზեր, ზომიერება, მსუბთა ჰაერი, დასვენება და ურწმენა ღმერთში. კვება. მაშინ ასე მირიან გთხოვ, კომენტარი გააკეთე კვების პრინციპებზე, კულტურისა და თითოეული ქვეყნის კონკრეტული კვების ჩვევების მიუხედავად. შეგიძლიათ მოარგოთ, შეცვალოთ ან შეწყვიტოთ ის, რაც მავნებელია. და ერთი რჩევა. არ გააკეთოთ მკვეთრი ცვლილებები ოჯახში. მოითხოვეთ ღმერთისგან სიბრძნე, რომ დადებითი გამოცდილება და мотиваციის მომცემი მოგონებები გქონდეთ. გამოიცოდეთ რამდენიმე რეცეპტი და თანდათანობით შეიტანეთ ახალი კონცეფციები. რამდენიმე ძირითადი პრინციპი. გენეზისი 1 29 გვაძლევს სრულყოფილ მენიუს, რომელიც შემოქმედის ხელიდან არის. ახალი ადამისა და ევას პირველი კვების დაწყებამდე. ჰილები, მარცვლები, თესლები, ნუში, მომავალში პოსტნეულები და ფესვები შეიტანეს. შევდეთ, რაც შეიძლება სრულყოფილი. მდიდარი, ბოჭკოებით. რაც შეგიძლიათ ჩამოთ ნედლი, ეცადეთ ნედლად ჩამოთ. ბოჭკო ამცირებს გულის დაავადებების, კიბოს, დიაბეტის და სიმსუქნის რისკს. სად უნდა ვიპოვო ბოჭკოები? ყოველ დღე ჭამეთ ახალი ნედლი ხილი და ბოსტნეული. მარცვლების გაღვივება შესანიშნავი არჩევანია. ჭამეთ მეტი სრულყოფილი მარცვლები, ბრინჯი და სრულყოფილი პური, ნაცრისფრის ნაცვლად. ფასო, ლობიო, ნუში და თესლები, ფოთლები და ბოსტნეული. გეგმით არა უმეტეს. სამი კვება. პირველი, დილით, უნდა იყოს ყველაზე ოხვი, როგორც მეფე. მეორე კვება. შუადღის დასაწყისში, უნდა იყოს, როგორც პრინცისთვის. ხოლო თუ მესამე კერძიგვიან შუადღეს მიირთმევენ. მათ ხორის საჭმელსავით იყოს მსუბუქი და მცირე რაოდენობით ადვილად ასათვისებელი. ჰილები კარგი არჩევანია. და ტოსტი. არ ჭამოთ შესვენებებში. ქოლოდ, წყალი, წვით. უკეთესი მონელებისთვის კვებებს შორის 5 საათის ინტერვალი. უნდა იყოს. მრავალი ადამიანი ბევრად უკეთ იგრძნობს თავს. მხოლოდ 2 კვებით. დილით და 1-ით შუადღისას. შუადღის ახლოს. განსაკუთრებით თუ თქვენ გაქვთ უფრო მაცდური რუტინა და საკმარისი სხეულის რეზერვები. სახლში ვჭამთ დილის 8-ზე და შუადღის 2 საათზე. იმდენი, რომ გრძნობთ თავს, კმაყოფილ და ენერგიულ. და ყოველთვის საინტერესოა, რომ კვების შემდეგ ფეხით გასვლა გააკეთოთ.
ეს ხელს უწყობს სისხლში გლუკოზის შემცირებას. ახლა კითხვა მაქვს და თუ არ მაქვს ფული, რომ ვიყიდო ხორცი, ან პატარა ძროხა, რძის მოსაყვანად. შენი ჯანმრთელობისთვის უკეთესია. იცით, როცა ვსაუბრობთ ნებისმიერი ცხოველური წარმოშობის საკვებზე, ხორცზე, კათამზე, თევზზე, ყველზე, ბრძეზე, კვერცხებზე, რაც ნაკლებად ვჭამთ, მით უკეთესია. ჩვენმა ოჯახმა ასევე ვეგეტარიანელობაზე გადავიდა. შენიშვნა: ქოლესტეროლი არის ჰორმონების წარმოქმნის საწყისი მასალა. ესტროგენი, პროგესტერონი, ტესტოსტერონი. რაც უფრო მეტი ქოლესტეროლი შევიღებთ, მით უფრო დიდი იქნება ჰორმონალური დისბალანსი. ეს ხელს უწყობს კიბოს რეპროდუქციულ ორგანოებში. ქალებში, განსაკუთრებით მკერდში, საკვერცხეებში, საშვილოსნოში, ხოლო მამაკაცებში, ტესტიკულის და პროსტატის კიბო. კვერცხების გაზრდილი მოხმარება ხელს უწყობს ადრე მომწიფებას, ასევე ადრეულ ასაკში, რაც არასრულწლოვანებისთვის არ არის შესაფერისი. ამ ცხოველური წარმოშობის საკვებიც მჟავიანობას იწვევს და ხელს უწყობს სახსრების ტკივილებს, რაც დამახასიათებელია ავტოიმუნური და რეუმატული დაავადებებისათვის. ასევე შეამცირეთ შაქრის მოხმარება მინიმუმამდე. ეს ამცირებს თეთრი სისხლის უჯრედის, რომელიც იმუნური სისტემის თავდაცვის ჯარისკაცია, ფაგოციტირების, ანუ შემოსული მიკრობების ჭამის შესაძლებლობას. შაქრის გარეშე თეთრი სისხლის უჯრედი შეუძლია 14 ბაქტერიის განადგურება 9 საათში. მხოლოდ 6 ჩაის კოვზის შაქრით აქტივობა მხოლოდ 10 ბაქტერიამდე მცირდება. 12 ჩაის კოვზით, რაც 1 ჯიქაგაზიანი სასმელის ტოლფასია, მხოლოდ 5 მაისი ბაქტერია იჭერება 30 წუთში. 24 ჩაის კოვზით 1 ნაკენი მოლოდინი არის, რომ 1 თეთრი სისხლის უჯრედი მხოლოდ 1 ბაქტერიას გაანადგურებს. ასე რომ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადამიანები, რომლებიც ნაკლებ შაქარს მოიხმარენ, ინფექციური დაავადებების ნაკლებ შემთხვევას განიცდიან. ვარჯიში. ძალიან კარგი მაგალითი. ვარჯიშისა, ვინც კარგად აკეთებს, არის ჩემი ქმარი. მას უყვარს ფიზიკური მუშაობის კეთება. როდესაც მან შვეიცარიაში ინჟინერია შეისწავლა, ბრაზილიაში დაბრუნდა და ახლა ბევრი ბანანის ხე დარგო. ახალგაზრდობიდან, როცა 14 წლის ვიყავით, მიყვარდა. სირბილი, კუპერის გაკეთება. სირბილი. მაშინ მე ვსვამდი მიზნებს და ვფიქრობდი ასე, როცა ის მანქანა, რომელიც მოდის ჩემთან მოვა, უნდა ვიყო იმ ბოძთან. ასე რომ ეს მატებდა დამატებით ენერგიას. ფიზიკური ვარჯიში აძლიერებს გულს, ამცირებს სისხლის წნევას, წვავს ზედმეტ კალორიებს და ეხმარება წონის დაკლებაში, რაც ჩემს შემთხვევაში არ ხდება და ამცირებს სტრესს. აირჩიეთ სხვადასხვა სახის ვარჯიში სასურველი აღია ცის ქვეშ და მზეზე. დაიწყეთ ნელა და თანდათანობით გაზარდეთ, მაგრამ ეს უნდა იყოს რეგულარულად, მინიმუმ 30 წუთი ყოველდღიურად, ოფლიანობით და სწრაფი გულისცემით. მართლა ვარჯიში, ან თუ უფრო ინტენსიური ვარჯიშია, შეიძლება იყოს 2 ან 3 ჯერ კვირაში. შვეიცარიაში, სადაც ახალგაზრდობაში ვცხოვრობდი, ძალიან წვიმს, ამიტომ მიყვარდა დახურულ აუზში ცურვა. მაგრამ გარეთ მზის ქვეშ, ბაღში და სასარგებლო საქმიანობაში ჩართული ყოფნას ასიამოვნვა. ჩვენ შეგვიძლია კარგი ნაყოფი მოვიყვანოთ. ასევე კარგია, რომ ჭამის შემდეგ ცოტა ხნით ფეხით სიარული, რადგან ეს ეხმარება საჭმელს უკეთ მოეწყოს. მადლობა, დანიელ. მხოლოდ აქტიური მოქმედების შემდეგ სხეული წყალს ითხოვს. მაშინ ასექ მირიან გამუხათე. ამ წამლის სარგებელი
ყველა ცოცხალი არსება წყლის დამოკიდებულია. ყოველი სხეულის ფუნქცია ხორციელდება სითხის მდგომარეობაში. წყალი ჩვენი სუნთქვის მიერ ითხოვება, როცა ვსუნთქავთ და შარდის საშუალებით და უნდა იყოს აღდგენილი. ბევრი დროის განმავლობაში ჩვეულებრივი პრობლემები, როგორიცაა თავის ტკივილი, ნაწლავის შეკრულობა და რამდენიმე პრობლემა ზურგში, შეიძლება უბრალოდ წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებით შემსუბუქდეს. სუფთა და უსუნო შარდი კარგი ინდიკატორია, თუ საკმარის წყალს ვსვამთ. ზრდასრულისთვის 2 ლიტრი დღეში მინიმუმია. ბოლო დროს ჩემი წყლის მიღება 3 ლიტრამდე გავზარდე და ეს უნდა მიიღოს 2 საათის შემდეგ ჯამიდან და 9 საათით ადრე მომდევნო ჯამამდე. მიყვარს ეს რუტინა. დილის გაღვიძებისთანავე 9 საათით ადრე საუზმემდე და გეგმეთ 2-დან 4 ჭიქა წყლის სმა. საუზმესა და ლანჩს შორის კიდევ 2-4 ჭიქა. და ლანჩის შემდეგ 2 საათის შემდეგ ისევ დაიწყე წყლის სმა. ცდილობდე ბოლო ჭიქა ისე მოათავსო, რომ ძილის წინ კარგად ადრე იყოს, რათა ღამე ძალიან არ გაწყვეტილიყო. და წყლის გამოყენება გარედან მირიან. გონია რომ ეს თემა მოგწონს ცივი წყალი. დიახ, მაგრამ რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან თბილი წყლის აბაზანის შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, ყოველდღიური დაბანა მაქსიმალურად გამამხნევებელია და მე მომწონს კონტრასტული აბაზანის წახალისება ცხელი წყლის რამდენიმე ცვლილებით 2-დან 3 წუთამდე და ცივი ეს უფრო მოკლეა 9-1 წუთი. ეს ყოველდღიურად ვაკეთებთ ჩვენი ქალიშვილისთვისაც დაბადებიდანვე და ეს ძალიან ეხმარება იმუნური სისტემის დაცვას. ყოველდღიურობაში ჩვენ მხოლოდ ცხელი და ცივი წყლის შეცვლას ვაკეთებთ. მაგრამ ინფექციის პირველ ნიშნებზე ჩვენ ვზრდით შეცვლებს. გახდის სხეულის მასაჟი მცენარეული ზეთით, განსაკუთრებით ქვედა ზურგის არეში. ეს მექანიკური სტიმული ბედნიერების ჰორმონებს გამოუშვებს. ნუ სავარგანიელა. ეს მომდევნო წამალი არის ბუნების ერთ-ერთი ყველაზე სამკურნალო აგენტი და ასევე ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად გაგებული და გამოყენებული თერაპია და ეს არის მზის შუქი. ჩემი დიშვილი დანიელა, გვიქხარი ანსამბლის სარგებელი. ალფეთი განთვირვალე, კანეჩა, გირშინიათ, ვეგაჩენის. არა, ბებია, მზე, თერი არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, როგორ მივიღოთ მისი სარგებელი. ხასეთინა თელი კანის მქონე ადამიანები, როგორებიც მე ვარ. უნდა დაიცვალნათ წუთით და თანდათან გაზარდონ. ბრათა კანი მოამზადონ, მზის პირდაპირის ხილების მიღებისთვის. ყოველთვის ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ არ დავიცვათ. მგონია რომ კვება მზეზე რეაქციასთანაც არის დაკავშირებული. აქვს დაბალი ცხიმისა და ცილის დიეტა. გაიცერეს კვლევები კურდღლებზე, რომელთა ნაწილი განწვანებული სურსათით კვდებოდა, ხოლო მეორე ჯგუფი კი ცხიმიანი და ცხოველური ცილის საკვებით. მაშინ ორივე ჯგუფი ულტრაისფერის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოაქციეს და ცხიმიანი საკვების მიღებისას კურდღლებმა კანის კიბო განავითარეს. მაგრამ კურდღლები, რომლებიც მცენარეულ სურსათზე იყვნენ, დაცულები დარჩნენ. სქიმიანი დიეტით ადამიანები უფრო სწრაფად ავადდებიან კანის კიბოთი. რა სამწუხაროა, მაგრამ ძალიან საინტერესოა. კურდღლებიც სარგებლობენ ბოჭკოვანი დიეტით, რომელიც მოიცავს ბალახსა და მარცვლებს.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ თვალებმა მიიღონ სრული სინათლის სპექტრი, მაშინ გაატარეთ დრო გარეთ, გარეშე სათვალეების ან კონტაქტური ლინზების. მე ასევე წავიკითხე, რომ მზის შუქი ამცირებს არტერიულ წნევას, ამცირებს ქოლესტერინს და ანადგურებს ბაქტერიებსა და ვირუსებს. და ალბათ ბოლო დროს ყველაზე ხშირად განხილული საკითხია, რომ ქოლესტერინი პირდაპირ კანქვეშ გარდაიქმნება ვიტამინად D. და დღეს უმეტესობას ვიტამინი D აკლია. დიახ, ეს ვიტამინი აძლიერებს ცვლებს, ეხმარება დიაბეტის, კიბოს, გულსის ხვძაროთა დაავადებების პრევენციაში, აუმჯობესებს ჩვენს იმუნიტეტს, რადგან მზის სხივების ზემოქმედებით თეთრი სისხლის უჯრედების რაოდენობა, თავდაცვის პატარა ჯარისკაცები იზრდება და კლავს ვირუსებს და ბაქტერიებს. და ეს შესანიშნავი წამალია დეპრესიის წინააღმდეგ. ახლა ჩვენ სხვა თემაზე ვილაპარაკებთ, სხვა წამალზე, ზომიერებაზე. ზომიერება განსაზღვრებით არის ყველაფრისგან, რაც საზიანოა. თავის შეკავება და კარგი რამეების დაბალანსებული გამოყენება. არა მხოლოდ კვებაში, ან მზის სხივების მიღებაში, არამედ ყველა ჩვევაში. ბოლქვი პრაქტიკულად ყველა ორგანოს აზიანებს თქვენს სხეულში. მოსახლეობის უმეტესობა ავტოსაგზაო შემთხვევების დროს ალკოჰოლის გამოყენებას უკავშირდება. ის ადამიანები, ვინც ალკოჰოლურ სასმელს სვამენ, უფრო დიდი შანსი აქვთ, რომ ნარკოტიკები გამოიყენონ. კოფეინი არის პოპულარული ნარკოტიკი, რომელიც ლეგალიზებულია და, რა თქმა უნდა, დამოკიდებულებას იწვევს. შეცვალეთ ძველი ჩვევები უკეთესებით. მიიღეთ მხარდაჭერა ოჯახის და მეგობრებისგან. ენდეთ ღმერთის ძალას გამარჯვებისთვის. Super, hi. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ კვირების საკვების გარეშე, დღეები, წყლის გარეშე, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე წუთი, ჰაერის, ჟანგბადის გარეშე. ბეცი დარწმუნებული ვარ, რომ შენ უნდა გქონდეს სუნთქვის ვარჯიშები, ფრანსუერსული პლეიტის და გრისთვის. ღმერთმა გვიბოძა იმდენი. სუფთა ჰაერი, აქ მთებში. ეს სიცხლს სიცოცხლეს აძლევს, ამშვიდებს გონებას, კლავს მიკრობებს და ეხმარება ფილტვების გაწმენდაში. ისუნთქეთ ცხვივით, არ მოძიოთ და მოერიდეთ იქ ყოფნას, სადაც დაბინძურებული ჰაერია. მოითხოვეთ თქვენი სხეულის სწორი პოზიცია და დააკვირდით თქვენს პოზიციას სკამზე. არ გაბრაზდე. გახსენით თქვენი ოთახის ფანჯრები. ღრმა სუნთქვის სარგებელი. მოიშორეს სხეული. ჟანგბადი მიაწვდეთ ვინც, რომ ნათლად იაზროვნა. ეხმარება სუნთქვის ინფექციების პრევენციას და იწვევს ღრმა ძილს. როდესაც იგრძნობ, რომ გრიპი გეცხება, სცადე ღრმად სუნთქვა 10 წუთის განმავლობაში. სანამ სახის და ხელების კანი არ დაიწყებს ჩხლეთას. ჟანგბადი არის იმუნური სისტემის მოკავშირე. კვირაში ერთხელ დააყენეთ თქვენი საწოლის გადასაფარებელი მზეზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, ან მთელი დღის განმავლობაში. გასვენება. მგონია, რომ იცით, ძალიან ეფექტური კანის ნიღბის საიდუმლო. ჩაწერე. კარგი, ძილის, გამე. რა კიდევ დანილა? შენ არ გჭირდება დაწოლა და ძილი, რომ დაისვენო. მხოლოდ ერთი ცვლილება რუტინაში, რაიმეს გაკეთება, წინა აქტივობისგან, განსხვავებით, უკვე ხელს უწყობს დასვენებას. მაშინ ასე. მძიმე მათემატიკის გაკვეთილის შემდეგ ქვების დარება. დამამშვიდებელია. სწორედ. ქვების დარების შემდეგ შეგიძლია დაისვენო წიგნის საკითხვით. მაშინ ასე. სხეულის და გონებრივი მუშაობის შორის ცვლილება არის ერთ-ერთი გზა. ასევე ტყის სილამაზეში გასეირნება, ინტენსიური სტრესის
შემდეგ გამოიყენე ეს დანილა შენი სწავლის რუტინაში. გააკეთე შესვენება, გაისეირნე დალიწყალი, მიიღე მზე და ჰაერი და შენი კონცენტრაცია და მეხსიერება განახლდება. ახლა რაც შეეხება ღამის წილს, რამდენიმე რეკომენდაცია. წილი 7-დან 8 საათამდე ყოველ ღამეს. მნიშვნელოვანია რომ დაწვათ. მაშინ, როდესაც კუჭი უკვე მომწიფებულია. ჭამე, ადრე. დაახლოებით 2-3 საათით ადრე ვიდრე დაიძინებ. და მსუბუქი საკვები. და ასევე, წილი ყველაზე ტკბილია ღამით, როდესაც მას წინ უძღვის ფიზიკური აქტივობა. ის ადამიანები, ვინც დღის განმავლობაში კუნთებს ვარჯიშობენ, ღამით კარგად ძინავთ. ბრძენი სოლომონი ამბობს. ტკბილია, მუშის ძილი, ცოტას ჭამს თუ ბევრს. თუმცა მდიდრის სიუხვე არ აძინებს. ასევე, 7 სინდისი და ყველასთან მშვიდობაში ყოფნა. მაინტერესებს როგორ არის ყველა წამალი ერთმანეთთან დაკავშირებული. არაფერი, ალკოჰოლი, სიგარეტი და კოფეინი. ღარები გააღიდა სუფთა ჰაერი, შემოატარე. თქვენი მობილურის ან აპლიკაციის პარამეტრებში. გააკეთეთ თქვენი ეკრანი უფრო წითელი, რაც ამცირებს ცისფერი სინათლის რაოდენობას. რაც უფრო ნაკლებ დროს გაატარებთ მობილურზე ან სხვა ეკრანზე, ძილის წინ, მით უკეთესი. წაიკითხეთ 20 წუთი ბიბლია ძილის წინ, რადგან ეს ხელს უშლის ღამის კოშმარებს. დაბლეთ თქვენი ოთახის განათება, განსაკუთრებით თეთრი და ცისფერი. თხოვეთ ღმერთს, რომ კარგად მოიძინოს. კარგად, ძილი მნიშვნელოვანია. ამატებს დღის მოქნილობას და შემოქმედებას. ამცირებს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს. მზარდავს სწავლების და შეწვდილი ინფორმაციის შენახვის შესაძლებლობას. და გაუმჯობესებს ტკივილის მართვის შესაძლებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია კვირაში ერთი დასვენების დღე და ძალიან ეხმარება ყოველწლიური შვებულების პერიოდი. მოდი ისევ მომინახულო, შვებულებაში დანიელა. გეგმები უკვე მზადაა. ღმერთში ნდობა. ახლა ვიცვალ ჩემს ქმარს დანიელს, რომ ის სამარი კომენტარით გაამხაროს. მახსოვს, რომ სხვა ვიდეოები ხელმისაწვდომია არხზე ბიბლიური თემატიკის შესახებ, 3 ანგელოზის მესიჯი. გწამს ღმერთი. ღმერთთან ურთიერთობა. შლის შინაგან მშვიდობას და აძლევს სტაბილურობას, დაძლევს ძალას, რომ სხვები აპატიო. საიდუმლო არის იმ ადამიანებზე ლოცვა, რომლებიც არ გიყვართ და მათთვის კეთილის სურვილების გაწვდა. შენ ნახავ რა განსხვავება აქვს ამას. ღმერთში ნდობა სიყვარულს მოაქვს ოჯახში და ეხმარება პრობლემების და ტრავმების განკურნებაში. როგორ უნდა გაიზარდოს ნდობა? ნდობა გამოცდილებით იზრდება. ლოცვები, რომლებიც პასუხდება აძლიერებს რწმენას. იცოდე, რომ ღმერთი გუზრუნავს, როგორც მამა. და თუ მისი ყოფნა გვინდა და ისე ვიცხოვრებთ, რომ არ გავაშოროთ, ის არასოდეს მიგვატოვებს. ლოცვა არის საუბარი ღმერთთან, როგორც მეგობართან. ეს გვაძლევს ძალას, რომ შევხვდეთ ცხოვრების გამოწვევებს. ამიტომაც მას სულიერი სუნთქვა ეწოდება. ჩვენთან, ჩვენს ნაკვეთზე არის პატარა ადგილი ბაღში, სადაც ლოცვა მიყვარს. თუ შენს სახლშია, გამოყავი სპეციალური ადგილი, მხოლოდ ღმერთთან საუბრისთვის. მოიხურე კარი და ეძებე მისი ყოფნა. მეც მიყვარს ლოცვა საღამოს, როგორც ისაკი აკეთებდა. დანიელი და დავიდი სამჯერ ქვეში გამოყოფდნენ დროს, რომ შემქმნელთან პატარა საუბარი ჰქონოდათ. როდესაც სულიერ კონტექსტში შევდივართ. ბაქ გვინდა რამდენიმე აქცენტი გავაკეთოთ გონებისა და სხეულის კავშირზე. 9 დაავადებიდან 10-ში თავისი წარმოშობა გონებაში აქვს. ოჯახში არსებული პრობლემები შესაძლოა სულსაც კი ჭამდეს.
რემორციო გონებას აურევს. სტარი მოძღვრებები, როგორიცაა მარადიული ჯოჯოხეთი, რომელიც უკიდურეს ტანჯვას აკენებს ცოდვირებს. ღმერთის ხასიათზე დამახინჯებულ ხედვას იძლევა. ქრისტიანობა, შორს მყოფი ჭკუის და კარგვისგან. მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური წამალია. ძლიერი და მამშვიდებელი ნერვებისთვის. და ამ თემაზე ჯანმრთელობის შესახებ საუბრის დასასრულებლად მინდა შევეხო ცოტა ნაკლებად და სმულ საკითხს, მაგრამ ქალების ჯანმრთელობისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ქალთა დაავადებების ნახევარი ტანსაცმლის შეცდომით არის გამოწვეული. მოგცემ საშუალებას თქვენ ორს კომენტარი გააკეთოთ. ფაქტობრივად, ოდესმე და გიკითხავთ ექიმს თქვენი ტანსაცმლის შესახებ. შეიძლება იშვიათად დაითანხმოს, მაგრამ ეს ნაკლებობა არ ამცირებს იმ ფაქტს, რომ უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. პირველ რიგში, სრულყოფილი ჯანმრთელობა, სრულყოფილ სისხლის მიმოქცევას მოითხოვს. მაგრამ ეს ვერ მიიღება, როდესაც კიდურები, ხელები, ფეხები, რომლებიც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვან ორგანოებზე შორს არიან, ცივია და არასაკმარისი ტანსაცმლით დაცული. ხოლო 3 ან 4 ჯერ მეტი ტანსაცმელი გამოიყენება ტანზე, სადაც სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი ორგანოებია, რაც გულს, კუჭს, ვიძლს და მენჯის ორგანოებს, სისხლის ჭარბობით ავიწროებს. მეორეც, თითოეული ტანსაცმელი უნდა იყოს ხელზე ისე მორგებული, რომ სისხლის მიმოქცევა არ დაბლოკოს და თავისუფალი და სრულყოფილი სუნთქვა არ შეაფერხოს. არ უნდა დატოვოს ნიშნები კანს. ასევე ხელს უწყობს თავისუფალ მოძრაობებს და სწორ პოზას. დააკვირდი მათ შორის შენს მთემო ტანსაცმელს, როგორც ქვედა, ისე ზედა არ უნდა შეუშალოს სისხლის სწორი მიმოქცევა. მესამე, ბიბლიური წინადადება, რომელიც არის დეუტერონომიუმში 22, მუხლი 5. ეს არის ის, რომ მოდური ჯინსის შარლის ნაცვლად, რომელიც ინტიმურ რეგიონს ველს და დახურულ მდგომარეობაში ინარჩუნებს, უფრო ჯანმრთელი იქნება. კონკრეტულად ქალისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი, როგორიცაა კაბა ან ქვედაბოლო, რაც უკეთეს ვენტილაციას, უზრუნველყოფს. ინტიმური ჰიგიენის ჩვევებთან ერთად ეს ამცირებს სერიოზულ, გინეკოლოგიურ და შარდის პრობლემებს, მრავალი სხვა პრობლემების შორის. საბოლოოდ, ნამდვილად მხოლოდ ზედაპირული შეხება გვაქვს იმ საკითხებზე, რომლებშიც შეგვიძლია და უნდა გავაღრმავოთ ჩვენი სწავლა და რეფლექსია. ნება ყოფლობით იყოს ღმერთის ნება, და თუ ეს შენი სურვილია, დაიჭირე ამ დაპირებას. ღმერთი არის ის, ვინც ჩვენში მოქმედებს როგორც სურვილის, ისე განხორციელების მხრივ. მისი კეთილი ნების მიხედვით. ფილიპელები 2:13. ვწმენა და გამარჯვება